მეცადინეობა 32 მეორე ნომრის მეორე ქვენომერი. ვიხილავთ განტოლებას 3x + 5-ის ნამრავლი 3x - 5-ზე მინუს 3x - 1 კვადრატში უდრის 10. 3x + 5-ის ნამრავლი 3x - 5-ზე და კვადრატების სხვაობა იქნება 9x კვადრატს - 25. 3x - 1 თუ ავიყვანთ კვადრატში და ავითვალისწინებთ, რომ ფრჩხილების წინ მინუსი ნიშანია, მივიღეთ -9x კვადრატს + 6x - 1. უდრის 10. მსგავსი წევრების შეერთების შემდეგ მივიღეთ 6x უდრის 36, საიდანაც მივიღეთ, რომ x ცვლადის საძიებელი მნიშვნელობა 6. ახლა განვიხილოთ მეოთხე ქვენომერი. 2-ის ნამრავლი 2x + 1 კვადრატში მინუს 8-ის ნამრავლი x + 1-ზე და ნამრავლი x - 1-ზე უდრის 34. 2x + 1 კვადრატში იქნება 4x კვადრატს + 4x + 1. ხოლო x + 1-ის ნამრავლი x - 1-ზე იქნება კვადრატების სხვაობა და იქნება x კვადრატს - 1. ამის შემდეგ თუ ფრჩხილებს გავხსნით და მსგავს წევრებს შევაერთებთ, მაშინ მივიღებთ უმარტივესი სახის განტოლებას 8x უდრის 24, საიდანაც მივიღებთ, რომ x უდრის 3. ახლა განვიხილოთ მეექვსე ქვენომერი. 6-ის ნამრავლი x + 1 კვადრატში + 2-ის ნამრავლი x - 1-ზე ნამრავლი ფრჩხილებს x კვადრატს + x + 1. მინუს ამას 2-ის ნამრავლი x + 1 ხარისხად 3 უდრის 32. x + 1 კვადრატში იქნება x კვადრატს + 2x + 1. x - 1-ის ნამრავლი x კვადრატს + x + 1-ზე ეს არის ორი გამოსახულების სხვაობის ნამრავლი ჯამის არასრულ კვადრატს. როგორც ვიცით, ეს ნამრავლია ამავე გამოსახულებათა კუბების სხვაობა. ამიტომ ნამრავლი იქნება x + -1. ახლა x + 1 ხარისხად 3. კუბში აყვანის ფორმულის თანახმად მივიღეთ x კუბს + 3x კვადრატი + 3x + 1. ამის შემდეგ გავხსნათ ფრჩხილი, შევაერთოთ მსგავსი წევრები. საბოლოოდ მივიღეთ 6x უდრის 30, საიდანაც მივიღეთ, რომ x ცვლადის საძიებელი მნიშვნელობა 5. ახლა განვიხილოთ მეორე ნომრის მეშვიდე ქვენომერი. დავუხსნათ განტოლება 5x-ის ნამრავლი x - 3 ხარისხად 2 მინუს 5-ის ნამრავლი x - 1 ხარისხად 3 + 15-ის ნამრავლი x + 2-ზე ნამრავლი x - 2-ზე უდრის 5. x - 3 ავიყვანოთ მეორე ხარისში, მივიღეთ x კვადრატს - 6x + 9. x - 1 ავიყვანოთ მესამე ხარისხში, მივიღებთ x კუბს - 3x კვადრატს + 3x - 1. რაც შეეხება x + 2-ის ნამრავლს x - 2-ს, ეს იქნება კვადრატების სხვაობა და გვექნება x კვადრატს - 4. ამის შემდეგ თუ გავხსნით ფრჩხილს და შევაერთებთ მსგავს წევრებს, მაშინ გამარტივებით მივიღეთ 30x უდრის 60, საიდანაც მივიღეთ, რომ x ცვლადის საძიებელი მნიშვნელობა 2.